გამარჯობათ. სოფლის მეურნეობის პროდუქციის თვისებები, რაც გავლენას ახდენს მის არჩევაზე და მოხმარებაზე მომხმარებლის მიერ, არის მისი ფასი, გემო და უვნებლობის გარანტიები. კონკრეტული პროდუქტი ყველა პარამეტრით საუკეთესო ვერ იქნება ვერავითარ შემთხვევაში. კომერციული სოფლის მეურნეობის მიზანი, რაც დღეს გვაქვს საქართველოში, არის ის, რომ მიიღოს რაც შეიძლება იაფი პროდუქცია და ამ იაფეს ეწირება როგორც გემო, ისევე ნაწილობრივ უვნებლობაც. კონვენციური მეთოდებით შხამქიმიკატების ზუსტად ინსტრუქციით გამოყენებისას ახლა მწვავე მოწამვლა არ განვითარდება, თუმცა შორეული შედეგები ბოლომდე წესიერად გამოკვლეული, რა თქმა უნდა, არ არის. ბიოლოგიური სოფლის მეურნეობა პირველ პლანზე აყენებს უსაფრთხოებას და გარდა ამისა ბიოლოგიური მეთოდებით მოყვანილი პროდუქტი რა თქმა უნდა ზოგადად უფრო გემრიელიც არის. მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ ბიოლოგიური სოფლის მეურნეობა არ არის სპეციალურად ორიენტირებული საუკეთესო გემოს მიღებაზე. უკაცმა რომ თქვას, მთელ მსოფლიოში სოფლის მეურნეობის 99% სწორედ ასე მუშაობს და საზოგადოებრივი დაკვეთაც სწორედ ასეთია. ადამიანების უმეტესობა, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა, დიდად არ დაგიდევს არც გემოვნებას და რაც ყველაზე ცუდია უსაფრთხოებას. ამიტომაც კონვენციური სოფლის მეურნეობა ორიენტირებული სიიაფეზე იძლევა 99% სასოფლო სამეურნეო პროდუქციისა მთელ მსოფლიოში. თუმცა განვითარებულ ქვეყნებში არსებობს მეურნეობები, რომლებიც არ არიან გათვლილი მაქსიმალურ მოსავალზე და გათვლილია საუკეთესო გემოზე. ასეთ მეურნეობებს უწოდებენ flavor driven agriculture, flavor first, premium produce, chief focused farming. სხვადასხვა ტერმინებით, რომლებიც და აზრი დაახლოებით ერთი და იგივეა, ახასიათებენ და ასე მოიხსენიებენ. ასეთი მეურნეობების პროდუქციას არავინ აფასებს საჰექტარო მოსავლიანობით, აფასებენ გემოთი. და ასეთი მეურნეობები არ არის აუცილებლად ბიო, გნებავთ ორგანული. შესაძლებელი ასეთი მეურნეობები იყენებდნენ სინთეზურ სასუქებს და შხამქიმიკატებსაც კი. მაგრამ თუ მეურნეობა ერთდროულად არის გემოზე ორიენტირებული და ამავე დროს ორგანულიც, ასეთი მეურნეობის პროდუქცია განსაკუთრებით ძვირად ფასობს. ისე რომ მუდმივად მისი მირთმევა მხოლოდ ძლიერთა ამა ქვეყნისა შეუძლიათ, ხოლო ჩვეულებრივ მოკვდავებს ხანდახან უნდა გაიჭირონ, რომ ასე ვთქვათ, ასეთი პროდუქცია მიირთვან. განვითარებულ ქვეყნებში გემოზე ორიენტირებული მეურნეობები დღეს აწარმოებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პრაქტიკულად სრულ სპექტრს. ახლა საქართველოში გემოზე ორიენტირებული ჩანასახოვანი სახით მეურნეობები არსებობს, ასეთია მაგალითად ხვანჭყარაზე მოყვანილი ორიენტირებული მეურნეობები. ვიცი რომ შემოიყვანეს კიდევ შავი ანგუსის ჯიშის ძროხები და მათი ხორცი იყიდება. მაგრამ ეს გამონაკლისია და ბაზარზე ამინც ვერ ქმნის. რეალურად ჩვენ სუპერმარკეტებსა და აგრობაზრებში იყიდება ერთი და იგივე პროდუქცია. ფასში განსხვავება კი განპირობებულია მხოლოდ იმით, რამდენად ცნობილი და ავტორიტეტულია სუპერმარკეტი და რომელი მენეჯმენტი აბოლებს მყიდველს ლოზუნგით არც ისე მდიდარი ვარ, რომ იაფი ნივთები ვიყიდო. ეხლა ვინც კორპორაციების მოგონილ ლოზუნგს ბრმად უჯერებს, რა ვქნა, ეხლა მე გოიმისმეს ვერაფერს დაუძახებ. რა თქმა უნდა, სიგენტას ან საკატას ჰიბრიდული პამიდორი ჰექტარზე გაცილებით მეტ მოსავალს მოგცემს და შრომის დანახარჯებიც ნაკლები იქნება, ვიდრე შავი ყირიმული პამიდორი ან მწვანე ზებრა. მაგრამ ხომ გამორიცხულია გემოთი მათი შედარება. ეხლა ლოს-ანჯელესის სუპერმარკეტებში ჩვეულებრივი პამიდორი რომ ღირდა 1.5 ფუნტი, 1.5 დოლარი ღირდა ფუნტი, შავი ყირიმული ღირდა $5 და მასზე მეტიც. გემოში სხვაობა ისეთია, რომ თუ ფინანსები ხელს გიწყობს, ჩვეულებრივს აღარც უნდა გაეკარო. რა თქმა უნდა, არსებობს მეთოდები, რომლითაც შეიძლება მოიყვანოთ გემოზე ორიენტირებული პროდუქცია. ეს მეთოდები არც ის რთულია და ჩვენ პირობებშიც შესრულებადი გახლავთ, თუმცა ასეთ მეურნეობების მასობრივ მოწყობას უშლის ორი ფაქტორი. პირველი, გემრიელი პროდუქციის თვითღირებულება გამოდის უფრო მაღალი და მეორე,
მასობრივი, თუმცა ვთვლი რომ დამსახურებული უნდობლობაა ჩვენი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის მუშაკებისადმი. მოდი და გაარკვი ახლა იხმარა თუ არა შხამქიმიკატი, ან ზედმეტად ხომ არ იხმარა, საქონელს აჭამა თუ არა ქათმის კლინტი, ხომ მქონდა აგერ სკანდალი. ან გიცხადებს რომ ქათმების გაზრდისას არ გამოვუყენებია ანტიბიოტიკი, არა და პირველ დღიდან წიწილს ენფლოქსაცინს ასმევდა და აზრზე არ არის რა არის პრობიოტიკი. ეხლა თუ მემცენარეობაში ასე თუ ისე კიდევ ფაფხურობენ რაღაცას ფერმერები და ცდილობენ ეკოლოგიურად სუფთა აწარმოონ, მეფრინველეობა მეცხოველეობაში მსგავსი არაფერი არ ხდება. გასაყიდი ცხოველი და ფრინველი გაჭყებილია ანტიბიოტიკებით და ქარხნული კომბინირებული საკვებით. ამ ფაქტს ცოტა პრადვინუტი ფერმერები მალავენ, მაგრამ ეს სულაც არ ცვლის მათი პროდუქციის ხარისხს და გემოს. ეხლა მოდით ცოტა ვისაუბროთ მეთოდებზე, როგორ მივიღოთ გემრიელი აგროპროდუქცია. მე ეხლა ჩემ ეზოში სწორედ ასეთ მეთოდებს ვიყენებ, რადგან ამ პროდუქციის მომხმარებელი მე და ჩემი ოჯახი ვართ და არავითარო სურვილი არ მაქვს ქიმიის სავსე ბოსტნეულის და ანტიბიოტიკებიანი ხორცის ჭამის. ამიტომ მაქსიმალურად ვიყენებ ჩემ 80 კვადრატულ მეტრ ეზოს, სადაც ბოსტანი მყავს გაშენებული და მყავს შინაური ფრინველები, ძირითადად ქათმები. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოში მე ვერ აღვწერ ყველა მეთოდს flower first სოფლის მეურნეობის, ვერც ყველაფერი იმას, რასაც თვითონ ვიყენებ. ამ დროს ყველაფერს არ ვიყენებ, რა თქმა უნდა. მაგრამ ზოგიერთ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას, რისი აღწერა შეიძლება მოკლედ. გემოზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ჯიშის შერჩევა. თანამედროვე მაღალმოსავლიანი ჰიბრიდები ვერასოდეს ვერ მოგცემთ ისეთ გემოს, როგორცაც ვთქვათ პომიდორი შავი ყირებული ან კიტრი ნეჟინსკი. ორივე უკრაინული ჯიშები გახლავთ და უკრაინელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ნამდვილად ბრწყინვალე გემოსია. მცენარეებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასუქსაც, მაგალითად უკეთესი გემოს მისაღებად ნაკელს საერთოდ არ ვიყენებ, მხოლოდ და მხოლოდ ბიოჰუმუსს ან ზოოჰუმუსს, აგრეთვე თხევად კომპოსტს, რომლებზეც ადრე ვიდეოებში მქონდა საუბარი, შეგიძლიათ მოძებნოთ. ხორცის გემოზე დიდ გავლენას ახდენს რას ჭამდა ცხოველი თუ ფრინველი. ეხლა ცხონებული ბებია ჩემი ახალწლო ინდაურებს ნიგოზით რომ კვებავდა, ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა და რაც თავარია შრომატევადი, იმიტომ რომ ნიგოზი რო დაუყარო ინდაურს არ შეჭამს, უნდა აჭამო ძალით. ეხლა ასეთი რამეს რა თქმა უნდა არ ვაკეთებ, მაგრამ ფრინველებს როცა ვკვებავ, ვიყენებ რამდენიმე მეფრინველეობისათვის არატრადიციულ საკვებს, რომლებიც განსაკუთრებულ გემოს აძლევს ფრინველის ხორცს. პირველი ეს არის მოხარშული წიწიბურა, რაც რაციონის თითქმის 15% აქვს ჩემ ფრინველებს. მეორე, ორ თვემდე ზრდისას ცილის წყარო მქონდა დაბალცხიმიანი ხაჭო 2-3% რაოდენობით საკვებში. საერთოდ არ ვიყენებ სოიოს და ასევე თევზის ფქვილს, მიუხედავად იმისა, რომ ესენი ყველაზე იაფი ცილებია და არც ძვალხორცის ფქვილს არ ვიყენებ, რა თქმა უნდა. ასეთნაირი საკვები, რა თქმა უნდა, აჭარბებს ქარხნულ კომბინირებული საკვების ფასს, მაგრამ ძალიანაც არა, ვთქვათ, მე რასაც ვამზადებ, მე თვითონ მიჯდება 2,7 ლარი კილოგრამი, მაშინ როდესაც ქარხნული კომბინირებული საკვების, ანუ პრემიქსის ფასი 2 ლარიც არ არის, შეიძლება ითქვას. 46 ლარი ყირს, თუ სწორად მახსოვს 25 კილოიანი ტომრები. ვიხდივ, ასე ვთქვათ, ცოტა მეც, მაგრამ სამაგიეროდ ხორცის და კვერცხიც არის ბევრად უფრო გემრიელი, ვიდრე ფაბრიკის გახლავთ. აი კიდე ერთი მაგალითი განვიხილოთ, არსებობს ასეთი ცნება, ვთქვათ, variety specific size, ანუ ჯიშისათვის დამახასიათებელი ნაყოფის ზომა. აი კიტრის შემთხვევაში მაქსიმალურ მოსავალს მიიღებთ, თუ თქვენ ზრდით ჯიშისათვის სპეციფიურ ზომამდე, არც მეტზე, არც ნაკლებზე. მეტზე რომ გაზრდით, კიტრს ახალი კვირტები აღარ გამოვა მცენარეზე და დაზარალდებით და თუ ნაკლები ზომისას მოკრებთ, მართალია ახალ კვირტებს მეც გამოიტანს მცენარე, მაგრამ მოსავალი მაქსიმალური არ იქნება. ეხლა კიტრი, რომელიც ამჟამად მითესია, უნდა გაიზარდოს აი დაახლოებით ამ ხელა, ეგერ მიდევს, აი 20-25 სანტიმეტრის ზომამდე უნდა გაიზარდოს, ამ ხელა უნდა იყოს. მაგრამ
ეს მისი ჯიშისათვის დამახასიათებელი ზომაა. რუსები ამბობენ, ესე იგი, ტიპичный размер, ტიპичный сортовой размер. მაგრამ ამ დროს რეალურად მევკრებ უკვე 12-15 სანტიმეტრი რომ გახდება. ეს შეხედეთ უმეტესობა. აი ეგერ არის, რამ ხელები მაქვს უმოკრეფილი. ასე რომ სრულიად შეგნებულად ვიკლებ მოსავალს. იმიტომ რომ უფრო გემრიელი მივირთვა. ეხლა შეიძლება ვინმე მითხრას რომ ეს რა არის, რო გავთვლი მერე რაღა დარჩება. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ იმის გამო რომ ეს პროდუქცია რეალურად ბიოა და შხამქიმიკატები არ გამომიყენებია, ამიტომ მე მას მივირთმევ გაუთვლელს და ჩემი ოჯახის წევრებიც. არ ჭირდება მას გათვლა და თანაც კიტრისკანში ბევრი ისეთი სასარგებლო ნივთიერებაა, რაც ცოტაა ან არ არის საერთოდ გათვლილ ნაყოფში. კიდევ ერთი ნაყოფი, კიდევ ერთი ტრიუკი, რომელიც კიტრის და პომიდორის გემოს აუმჯობესებს, არის პარტნიორი მცენარეები. კიტრის ახლოს ყოველთვის მითესია კამა და ბაზილიკი, ხოლო პომიდორის ახლოს ბაზილიკი. რადგან ისინი მნიშვნელოვნად დაუმჯობესებენ ნაყოფის გემოს. თუმცა პარტნიორები უნდა დათესოთ ხშირი და ბევრი, რომ გემო მისცეს და კიდევ რეპელენტის, ანუ მავნემწერების დამაფრთხობლის როლი შეასრულოს. ბაზილიკი ამას ასრულებს ძალიან ეფექტურად. ეხლა პომიდორის ერთ ბუჩქს ერთი ძირი ბაზილიკი რო დაურგათ გვერდით 20 სანტიმეტრის დაცილებით არაფერი არ გამოვა. შობია ძირითად მცენარესა და პარტნიორ შორის იყოს კონკურენცია საკვებზე, შესაბამისად ნიადაგი კარგად განოყიერებულიც უნდა იყოს. და ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ეს პარტნიორი მცენარეები ხშირად, უნდა ხშირი მათი რაოდენობა, დიდი რაოდენობა უნდა იყოს, ასე ვთქვათ, შემოხვეული იგივე პომიდორის იქნება თუ კიტრის ბუჩქზე. კიდევ ერთი მაგალითი, რაც საკმაოდ ადვილი შესასრულებელია, ხშირად გვხვდება, რომ პომიდორის ნაყოფი, რომელსაც გარეგნულად შესანიშნავია, გაჭრით და შიგნით არის ხესავით. ფესვებივით აქვს გახევებული ჩანართები და გემოზე არის საძაგელი. ხო? თუმცა საჭმელად საში ვიმეორებ არ არის. ეს პომიდორის ნებისმიერ ჯიშს შეიძლება დაემართოს თუ მცენარის ზრდის ფაზაში, სანამ ბუჩქი იზრდება, ყვავილობამდე მისცემთ ზედმეტ კალციუმის ნიტრატს, ხოლო ყვავილობის შემდეგ კი არ მისცემთ საკმარის კალიუმს. ეხლა საქმე რაშია? პომიდორს ახასიათებს ესეთი დაავადება, წვერო სიდამპლე, რაც კალციუმის დეფიციტით არის გამოწვეული და ფერმერები ხშირად ყვავილობამდე პომიდორის ბუჩქს აძლევენ ზედმეტ კალციუმის ნიტრატს, რომ წვერო სიდამპლე არ განვითარდეს შემდეგში. შედეგად იღებენ გარეგნულად ნორმალურ, მაგრამ გახევებულ და საზღარი გემოს ნაყოფს. ეხლა ცხადია, Flower First ტექნოლოგიების გამომყენებელი ფერმერი ასეთ სისულელეს არ ჩაიდენს. ის გარისკავს, რომ მოსავლის მცირე ნაწილი დაკარგოს წვერო სიდამპლით, მაგრამ კალციუმს მისცემს, რაც შეიძლება მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ მისცემს, რომ აი ესეთი გახევებული ნაყოფი არ გაჩნდეს და მყიდველმა მისი პროდუქცია, რომელიც ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ძვირია, არ დაიწუნოს. ეხლა ასეთი ეშმაკობები, გინდათ ლაიფჰაკები უძახეთ, გემოს გასაუმჯობესებლად ბევრი კი არ არის, ძალიან ბევრია. მათი ეფექტურად გამოყენება შეიძლება, მთავარია მოვინდომოთ და ვისწავლოთ. ეხლა ერთ ვიდეოში ასეთ უზარმაზარ თემაზე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ პერიოდულად დავუბრუნდები. და ბოლოს, რას ურჩევ მაყურებელს. ბაზარზე ასეთი პროდუქცია არ არის და დიდხანს არც იქნება. ამიტომ ზოგმა მოიყვანეთ საკუთარი ხელი, ზოგმას კი საკუთარ მიწაზე დაიქირავეთ მებაღე და პირადად აკონტროლეთ მისი ნამოქმედარი. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.